ამ საშიშ სამყაროში მაყურებლად დარჩენა სიგიჟეა, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმართვაში. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა ახალ ეპოქაში შედის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე კი ყველას ემუქრება. Qui a entraîné près d'1 million de morts et de blessés. ომი უკრაინაში, რომლის შედეგადაც თითქმის მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, გრძელდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენმა მოკავშირემ შეცვალა პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით. ნაკლებად უჭერს მხარს უკრაინას და ტოვებს ეჭვს, შემდეგში რა მოხდება. ამავე დროს, იგივე შეერთებული შტატები ევროპიდან შესულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესებას აპირებს და ბოლოს სამყარო სულ უფრო სასტიკ ხასიათს იძენს და ტერორიზმის საფრთხე უცვლელი რჩება. მთლიანობაში ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება უფრო გაურკვეველი გახდა. უნდა ითქვას, რომ ახალ ეპოქაში შევდივართ. ომი უკრაინაში უკვე 3 წელზე მეტია გრძელდება. პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის სანქციების დაწესება. ჩვენ სწორად მოვიქეცით, რადგან არა მხოლოდ უკრაინელი ხალხი, რომლებიც გაბედულად იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც საფრთხის წინაშეა. თუ ერთ ქვეყანას ევროპაში შეუძლია დაუსჯელად შეიჭრას მეზობელ სახელმწიფოში, მაშინ ვერავინ ვეღარაფერში ვერ იქნება დარწმუნებული და იმოქმედებს მხოლოდ უძლიერესის კანონი. მშვიდობა აღარ იქნება გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. ეს ისტორიამ გვასწავლა. მოაბილიზა ჩრდილო კორეელი სამხედროები. ირანული აღჭურვილობა ჩვენს კონტინენტზე და პარალელურად ეხმარება ამ ქვეყნების შეიარაღებაში. პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს. ოპონენტის მკვლელობისთვის, ახდენს არჩევნების манипуლირებას რუმინეთსა და მოლდოვაში. ცდილობს სოციალურ ქსელებში სიცრუის გავრცელებით ჩვენი შეხედულებების манипуლირებას. რუსეთი იქცა საფრთხედ საფრანგეთისა და ევროპისათვის. ამ საშიში სამყაროს წინაშე უგუნურება იქნება მაყურებლად დარჩენა. შეყონების გარეშე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები უკრაინისთვის, ფრანგებისა და მთელი ევროპელებისთვის. უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების დახმარება, რომ წინააღმდეგობა გასწიონ, ვიდრე შეძლებენ რუსეთთან მოლაპარაკებას მყარ მშვიდობაზე. მშვიდობა ვერ დამყარდება ნებისმიერ ფასად და რუსეთის კარნახი. მშვიდობა ვერ იქნება უკრაინის კაპიტულაცია და მისი ჩამოშლა. რუსეთმა არ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჩვენ ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების ნაკლებობის გამო. დღეს ვეღარ ვენდობით რუსეთის სიტყვას. როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, უნდა მოვამზადოთ უკრაინა ისე, რომ რუსეთი აღარ შეიჭრას. უდაოდეს მოიცავს უკრაინის არმიისთვის გრძელვადიან მხარდაჭერას. შესაძლოა მხარდაჭერა მოიცადოს ევროპული ძალების განთავსებას. ეს ძალები არ წავლენ და არ იბრძოლებენ დღეს ფრონტის ხაზზე, მაგრამ იქ იქნებიან როგორც კი სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება. მომავალ კვირას პარიზში შევკრებ იმ ქვეყნების გენშტაბების უფროსებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ამ კუთხით პასუხისმგებლობა აიღონ. ეს არის მყარი, გრძელვადიანი მშვიდობის გეგმა, რომელიც დავიცავი შეერთებულ შტატებში 2 კვირის წინ. მინდა მწამდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენ მხარეს რდარჩება, მაგრამ ზად უნდა ვიყოთ თუ ასე არ მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს, გვჭირდება აღჭურვა. უნდა გავაკეთოთ მეტი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში. მივმართავ მთავრობას იმუშაოს შეძლების დაგვარად სწრაფად. ახალი ინვესტიციები მოითხოვს კერძო და საჯარო ფონდების მობილიზებას, გადასახადების გაზრდის ხარჯზე. ეს საჭიროებს რეფორმებს. გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატი ჩვენი მოკავშირეების დაცვაზე, ევროპის კონტინენტზე ჩვენი ბირთვული შემკავებლით. მეორე დღეა შეფასებების საგანია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიება, რომელიც დასკვნით ეტაპზე გადადის. ოპოზიციის განცხადებით არჩევნები რომ გაყალბდა, ეს ფაქტია და გამოძიება არ სჭირდება. უმრავლესობის თქმით კი ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და ისფედმა იმიტომ არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, რომ ის ცესკოს მონაცემებს ემთხვეოდა და მათ ინტერესებში არ შედიოდა. გენერალურმა პროკურატურამ ამჯერად ისფედისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოითხოვა. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე ორგანიზაცია უკვე მე-5 თვეა უარს ამბობს, თუმცა დღეს განაცხადეს, რომ მასალას პროკურატურას მიაწვდის. ინფორმაცია თავად სამართლიანმა არჩევნებმა Facebook განცხადებით გაავრცელა, რასაც მალევე ორგანიზაციის დირექტორის სტატუსიც მოჰყვა. არჩევნების მთავარი პრინციპი არ არის ისვედი გამოაქვეყნებს თუ არა შედეგებს. არჩევნების მთავარი პრინციპი არის ფარულობის დაცვა. როცა ფარულობა ფუნდამენტური პრინციპი დაიღვა და არჩევნები გახდა გამჭვირვალე, სარკისებული, რა ვიცი, როგორც გინდა დაარქვით. როგორ შეიძლება გამოძიება არ მიდიოდეს ამაზე და პასუხს თხოვდეთ ისვედს, ისევ კონსპირაციაში წავედით. მარტივად არის საკითხი სინამდვილეში. არანაირი გამოძიებას პროკურატურა არ აწარმოებს, ეს არის ფარსი. ეს არჩევნები გაყალბებულია დადასტურდა იმის, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ევროსაბჭომ და უარი უთხრა დელეგაციას აკრედიტაციის მიცემაზე, იმიტომ რომ გაყალბებული გზით შექმნილი პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება. ამიტომ დადგენილია უკვე რომ გაყალბება მოხდა, ამასთან დაკავშირებით არაფერი გამოსაძიებელი აღარ
აღარ არის. ერთადერთი რაც ჩვენ უნდა კონცენტრირდეთ არის რაც ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ არჩევნები ქვეყანაში აღდგეს როგორც ეგეთი, იმიტომ რომ გაუქმებულია ამ ეტაპზე. რატო დამალეს ეს PVD-ის ვასალები, თქვათ, ბოლო არჩევნებისა? იმიტომ დამალეს, რომ მათთვის სასარგებლო შედეგები არ იყო. რომ მათი დათვლის შედეგები დაემთხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს. ხო და იძულებული გახდებიან ეხლა სიმართლე მიაწოდონ. თუ ყალბს მიაწოდებენ, ამასაც ითვალისწინებს ყალბი მასალის მიწოდების დროს რა ხდება? სიცხლის სამართლის კანონმდებლობა. ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ჩართული იყო მონიტორინგში და რომელსაც შეიძლება აღმოჩნდეს მასალა, რომელიც ამ უარყოფს ან დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, მათ ამ მასალას გამოართმევენ. ოპოზიციას საკუთარ ხედვას ამჯერად ლელოს ლიდერის თავაზობს მამუკა ხაზარაძე 4 ბარიერგადალახული პარტიის მონაწილეობით ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელსაც ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს. ლელოს ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს სწორედ ამ ფორმატში განიხილავს. ეს არის ფორმატი, რომლითაც ხაზარაძის თქმით ოპოზიცია არჩევნების დანიშვნამდე უნდა მივიდეს. ხაზარაძის ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია, ნაწილი შეთავაზებას იწონებს, მეორე ნაწილი კი გაერთიანებას კონკრეტული პირობების გათვალისწინების შემთხვევაში განიხილავს. უახლოეს მომავალში გარკვევა, ვინ რა პირობით დათანხმდება შეთავაზებას, ან მოხერხდება თუ არა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მმართველი გუნდი ოპონენტების გეგმის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ეს ხედვა მრავალი თვეა გვაქვს გაჟღერებული, ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რაღაც საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, სადაც იქნებიან წარმოდგენილი ყველა ის პარტიები, ვისაც აქვთ მანდატი ქართული ხალხისგან მიღებული საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, სადაც უკვე წარიმართება მუშა პროცესი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აი იმ პროცესის, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს, მაგრამ არ არის სისტემატიზირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დრო და ასე ვთქვათ, ვითარება მოითხოვს იმას, რომ სისტემატიზაცია მოხდეს ამ კოორდინაციის და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გვექნება შესაბამისი პროგრესი ძალიან მალე. სტრატეგია აღმაშენებელი ორივე ხელით უჭერს ხარს კოორდინაციას, ერთიანობას, რაც გინდა ცენტრს, რაც გინდა დავარქვათ. ორი მიმართულებით არის საჭირო ერთიანობა. ერთიანობა ქვეყნის შიგნით, რომ მოძალადე რეჟიმი მისგან გავათავისუფლოთ ქვეყანა და შევქმნათ თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა და ერთიანობა ქვეყნის გარეთ, რომ ყველამ ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, რომ რეჟიმი არის ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ იზოლაციაში. ბევრი ტიპის ერთობებზია საუბარი, ყველა საქართველოს საკუთარი შინაარსი დაახსნა. მე ზოგადად მგონია, რომ ესეთი ტიპის ერთობებს უფრო ქმედება ჭირდება, ვიდრე საუბარი და კონკრეტულად რაღაც იმგვარი ტიპის პლატფორმაზე, რომელსაც მიმართებაც თქვა სალომე ზურაბიშვილი იქნება რაღაც სამყაფიო ლიდერი და რაღაც ესეთ რაღაც ალტერნატივაც იარსებებს. მე პირადად როგორც ასე ცოტა კობერიძე არ უყურებ, რომ ხლა რაღაცა ის რეალურად რამე შეცვლის და ისეთ რაღაცის ნაწილად ყოფნას, რომელსაც მე ხლა იმედებს არ მომყარებ, აღარ ვაპირებ. გენიალური იდეა. ჩვენ რამდენი ხანია ამის შესახებ ვიძახდით, რომ ქართული ამომრჩეველი არ უნდა დაგვებნია, ნაცები უნდა ყოფილიყვნენ ერთად, ხოცები ერთად და გირჩი ცალკე. კარგი იქნება თუ ახლა მაინც მოხდება დაგვიანებით, მაგრამ ამ გეგმის აღსრულება და მე მხარს ვუჭერ მამუკა ხაზარაძეს იმაში, რომ ყველანი ესენი გაერთიანდნენ. უბრალოდ ცოტა ჯიბეზეც უნდა გაიკრას ხელი. ახლა ეგრეც არ უფასოდ არ გამოუვა ყველას გაერთიანება ხაზარაძეს თავის ინიციატივის გვერდით და მე მაინც ვფიქრობ, რომ სიწუწკეს უნდა მოუღლოს და ცოტა ხელგაშლილი იყოს კოლეგებთან. მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების ოპერაცია სალომე ზურაბიშვილით ხომ დიდი ხნით ადრე დაწყებულია. თავისუფლ პარტიებში შეხედეთ ერთი რაიმე სერიოზული ნაბიჯი მიშა სააკაშვილის ესე ვთქვათ გასათავისუფლებთან რაღაცა გადადგეს. არა, რა თქმა უნდა, ეს იყო გათამაშებული რაღაც ისეთი სპექტაკლები და deep state-ისგან დიდი ხანია უკვე სალომე ზურაბიშვილი დანიშნეს, რასაც ულოცავ ოპოზიციას, იმიტომ რომ ვიდრე ასეთი ლიდერები ეყოლებათ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან მშვიდად ვიყოთ. უზბეკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც ერთობლივი განცხადებები გააკეთა. მანამდე მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ასევე გაიმართა საქართველოს-უზბეკეთის მთავრობათა შორისი კომისიის საიუბილეო, რიგით 1000-ს.
პრემიერის ვიზიტი შეფასებების თემაა ოპოზიციურ და სახელმწიფო გუნდში. ძალიან წარმატებული ვიზიტი გამოვიდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის საქართველოს პოზიციონირება ზოგად რეგიონში, როგორც სავაჭრო გზის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი და ამ ნაწილის ლოგიკურად ამ ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის ასევე ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ყაზახეთი, უზბეკეთი, სხვა ქვეყნები და სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი პრემიერის ვიზიტით. მასთან ერთად მთავრობის სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ ამ ვიზიტში და ყველას ინფრასტრუქტურიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული ყველას ჰქონდა შესაძლებლობა თავის კოლეგებს შეხვედროდათ და დაეგეგმათ შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის სავაჭრო კავშირების გასამაგება შემდგომი წლების განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა ჩვენ მოქალაქეებზე დადებითად აისახება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მთავრობა პრემიერ-მინისტრი აქცენტს აკეთებს სწორედ იმ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, სადაც ჩვენ გქონდა გარკვეულად ტრადიციული ურთიერთობები და სადაც ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მაღალი შესაძლებლობები გვაქვს. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა ეკონომიკის ვაჭრობის განვითარებისთვის ძალიან კარგი პარტნიორობა გააძლიეროს მათ შორის ამ შემთხვევაში უზბეკეთთან. ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობები, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მათ შორის ეკონომიკური ზრდა არის და ანონსებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, მსოფლიო ბანკის მხრიდან, უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს ზოგადად ისედაც საავაჭრო ურთიერთობები და მით უმეტეს მასშტაბები უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი იწყება. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მასში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებს. კახარიას პარტიაში კი საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. რადიკალების პოზიცია ქართული ოცნებისთვის იმის დასტურია, რომ ოპონენტებს წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ცნობილია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება პარტია გირჩი. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მთავარი ორი საკითხის გადაჭრა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. თუ ხარ პოლიტიკური პარტია და ქვეყანაში არის ნორმალური სიტუაცია, მეტნაკლებად არჩევნების ჩატარებულად, არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება დანარჩენებს ჩვენს კოლეგებს, როგორც გითხარით, ისინი ტყილაღებულობენ მაინც არჩევნებში მონაწილეობას. მოიგებენ, წააგებენ, მაინც არ შედიან თავის მოვალეობის შესასრულებლად და ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ თავიდანვე შეაწუხებენ ხალხს. თუ ისინი აპირებენ, რომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვან, იგივე შეცდომა, რაც გაიმეორეს საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ნება, მაგრამ თუ ვინმეს აქვს იმისი სურვილი, რომ ამ ქართულ რეალობაში, ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენს, ადგილობრივი არჩევნები არის საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ეს დაამტკიცონ და დაანახონ მოსახლეობას. მაგრამ კიდევ ერთხელ თუ მათ სურთ, რომ თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური რესურსი დღეს იმისა, რომ რაიმე არჩევნებში რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწიონ, ეს ერთი. მეორე, თვითონ დაიყენეს თავისთავი, ასე ვთქვათ, ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, დემოკრატიული არჩევნების გარეთ და დღეს რა თქმა უნდა წმინდა მორალურად უჭირთ რომ აღიარონ რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ ის ფრუსტრაცია აქვს, რაც თავისთავად თვითონვე დამართეს. არ მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ითქვიან, წმინდა ადგილი თავისუფალი დიდხანს არ დარჩება. ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს სააკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. პროკურორის განცხადებით ბაჩიაშვილმა ქვეყანა უკანონო გზით დატოვა და დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მას ქვეყნის დატოვება არ შეეძლო. პროცესი აღნიშნულ საქმეზე უკვე დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე დასრულდა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. სხდომა ბრალდებულის გარეშე გაიმართა, რადგან ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. ვისა რომ დღეს თქვენს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაპატიმრების შესახებ ბრალდებულის, რაც ფაქტობრივად გულისხმობს, რომ მის დაუსწრებლად
მოხდება საქმის განხილვის გაგრძელება, დაუსწრებლობა ცალსახადად უყვალურად არ გულისხმობს პირისთვის ჩვენების მიცემის უფლების წართმევას, ანუ ჩვეულებრივ ასე ვთქვათ, შემთხვევისგან განსხვავებით ბრალდებული გახლავთ ის აგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მისი დასწრება მოიცავს არა მხოლოდ პროცესზე უშუალოდ ყოფნას ან დისტანციურად დაკვირვებას პროცესის მიმდინარეობაზე, რაც ცალსახად მისი უფლებაა და რაც შესაძლებელია თქვენს მიერ განიმართოს, რომ ამის უფლება მას შეიძლება ჩამოერთვას იმის გამო, რომ დაუსწრებლად მიმდინარეობს დევნა, თუმცა ასევე ბრალდებულს გააჩნია განსაკუთრებული უფლება, რომელიც გარანტირებული არის როგორც შიდა სამართლებრივი, ასევე საერთაშორისო აქტებით, რომ მან ჩვენება მისცეს სასამართლოს და ასეთ შემთხვევაში დაკითხვის დროს ისარგებლოს მოწმის უფლებები და მოვალეობები. მისი დისტანციური ჩვენება აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, სასამართლოს არ უნდა შეეზღუდოს ბრალდებულის დისტანციური ჩვენების მიცემის უფლება, უბრალოდ სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს მხოლოდ ძებნილობის სტატუსის გამო, რადგან ეს ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს და საერთაშორისო სტანდარტს. მისი სურვილი, ბევრი რამე ვერ იქნება დამოკიდებული, უტრირებას არ ვახდენ იმ მარტივ მიზეზიდან გამომდინარე, რომ მისი სურვილები რომ გამოყენებული ყადაღა, გირაო, ასე შემდგომ, ეს არის მის უფლებაში შესვლა, მაგრამ რადგან არსებობს მტკიცებულებები და შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, მის ამ უფლებაში შესვლა და ჩარევის თმენის კონსტიტუციურ სამართლებრივ ვალდებულება გააჩნია აბსოლუტურად ყველა პირს, მით უმეტეს ბრალდებულს. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ესე მარტივი უბრალოდ გაჟღერება იმისა, რომ ის უნდა ჩაერთოს, უბრალოდ არასწორი არის, იმიტომ რომ მინიმუმ ორი შინაარსობრივი საფუძველი და სტანდარტი თუ საიდან უნდა მოხდეს, ამას კანონმდებლობა საუბრობს და ყველაზე მთავარი რა არის ამის საფუძველი, უბრალოდ არ არსებობს. ერთადერთი საფუძველი ფაქტობრივიც და სამართლებრივიც არის, რომ მართლმსაჯულებას თავს არიდებს და მართლმსაჯულების თავის არიდების შემთხვევაში ამ ასე ვთქვათ უფლების ბაზე აქცენტი ასევე სამართლებრივად არასწორია. სასამართლო ორას მეხუთემუქლის შესაბამისად, რაც პატიმრობის გამოყენების საფუძვლებს გულისხმობდა, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეცვალა აქვეთი ღონისძიება, პატიმრობა, გირაო პატიმრობით და ერთ-ერთი საფუძველი გახდათ მისი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფუძველი. და დაცვა მის მიუთითა, რომ მიუხედავად ბრალდებულის აღმატებულ ხარისხში შეყვანილი უფლებისა, რომ საგამონაკლისო შესაძლებელია დარბაზის წესრიგის დარღვევის გამო გაძევებული იქნეს და არ იქნეს მოსმენილი ის როგორც მოწმე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს არ უნდა ვატაროს აქვეთი ღონისძიება პატიმრობა ფორმალური ხასიათი, ამ შემთხვევაში პატიმრობა როგორც აქვეთი ღონისძიების სახე ფაქტობრივად გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ პროცესი ბრალდებულის დასწრების გარეშე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის შრომგებლობა მისი მტკიცებულების ამ შემთხვევაში მოწმე გიორგი ბაჩიაშვილის როგორც ბრალდებულის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა დისტანციურად, შესაბამისად ამით ხოს გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება გაასაჩივროს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. თან შეთანხმებით ჩვენ დავაყენეთ სასამართლოს აცილების შუამდგომლობა, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ამ ჩვენი შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობა იყო განპირობებული არაობიექტურობით და შესაბამისად საპროცესო კოდექსი ამის საფუძველსაც ვაძლევდა, თუმცა სასამართლომ ასე ვთქვათ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თითქმის 20 წელია უმუშაობდა, არასდროს არ მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს სურდა დაკითხვაში მიეღო მონაწილეობა და მოსამართლეს ეთქვა უარი ბრალდებულისთვის, რომ მას მიეცა ჩვენება მათ შორის დისტანციურად. არ აქვს მნიშვნელობა. დაცვამ დააყენა გარკვეული შრომდგომლობები, რომლებიც უცხოელ დრო და რბილად დრო ვთქვათ, ძალიან ასე ვთქვათ არ იყო დასაბუთებული და სამართლებრივი მდგენელი მასში პრაქტიკულად არ არსებობდა. იმიტომ რომ ის პოზიციები, რაც დაცვა აღжღერებდა და ბუნებრივია მომდინარეობდა ბრალდებულის პოზიციებიდან, უბრალოდ არათუ სამართლებრივად არ იყო ეს სწორი, არამედ ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. შესაბამისად, ბრალდებულის და დაცვის პოზიციები ძალიან დიდ კონფლიქტში არის კანონმდებლობასთან, პრაქტიკასთან.